გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2025 წლის 6 მაისია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის ამყვანივარმე ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. წარვადგენ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ვეტერანი ხელბურთელი თბილისის ქარიშხალას საქართველოს და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე ბატონი ჯემალ ბარამიძე. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ რომ მობრძანდით. რამე ხომ არ დავაკელეთ თქვენ ტიტულებს, მე უფრო ფართოდ გავაკეთებთ წარდგენას, ასე რომ შევხედეთ. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ, 2 თვის უკან იყავით გადაცემაში და დღეს მოგიწვიეთ გასაგებია რატომ. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის ხელბურთელი ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ხელბურთში, 2011 წლის ევროპის უნივერსიადის ჩემპიონი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ხელბურთელი. ამჟამად ხელბურთელია, 39 წლის გახდით ხო უკვე ზაფხულში, მაგრამ კიდევ თამაშობს მოქმედი ხელბურთელია. გასაგებია ხა რატომ მოვიწვიე ხელბურთელები დღევანდელ გადაცემაში, იმიტომ რომ 8 მაისს თბილისში მაღლივ კორპუსთან მდებარე თბილისი არენაზე გაემართება ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი საქართველოს და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებებს შორის. გთხოვთ მობრძანდით უქომაგეთ საქართველოს ნაკრებს, როგორც ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, მატჩზე დასწრება არის უფასო, ამიტომ ყველას გთხოვთ 8 მაისს 5 საათზე, უფრო ადრე შეგიძლიათ, იმიტომ რომ 5 საათზე დაიწყება მატჩი, ჯობია 1-20 წუთით 9 საათით ადრე მობრძანდეთ და უქომაგეთ საქართველოს ნაკრებს. ეს არის გადამწყვეტი მატჩი. გამარჯვების შემთხვევაში 1 ბურთის ყოფნის საქართველოს ეროვნული ნაკრები მოიპოვებს უფლებას იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება 26 წლის იანვარში. რატომ არის 5 საათზე თამაში? ახლა ზოგი შემეკითხება, ასე ადრეო. იმიტომ რომ როგორც ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ვახტანგ მეიფარიანმა და მისმა კოლეგებმა მითხრეს, იმავე საღამოს 8 მაისს საღამოს მატჩის დამთავრების შემდეგ სულ 2 საათში ჩვენი ნაკრები მიდის აეროპორტში, მიფრინავს ჯერ რიგაში, იქ დარჩება რამდენიმე საათი და რიგიდან მერე მიფრინავენ ისლანდიაში, სადაც 11 მაისს რეიკიავიკში გაიმართება შესარჩევი რაუნდის ბოლო მატჩი ისლანდიის და საქართველოს ნაკრებებს შორის. ისლანდიაში მოხვედრა ისე იოლი არ არის, ყოველდღე არ დაფრინავენ სხვადასხვა ქალაქებიდან რეისები და ამიტომ აირჩიეს ეს ყველაზე კარგი ოპტიმალური რეისი იყო, ამიტომ 5 საათზე არის მატჩი, საღამოს 5 საათზე 8 მაისს, კიდევ ერთხელ მოგმართა თხოვნით, შვილებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან მობრძანდით 5:30-ზე მოთელვის დროს რომ იყო დარბაზში და ხარი დაუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ჩვენ ბოლო დროს ძალიან გვახარებს და ამიტომ იმედი გვაქვს რომ 8 მაისს ჩვენი ნაკრები დაამარცხებს საბერძნეთის ნაკრებს და ჩვენ მოვიპოვეთ უფლებას ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. მეორე გასვლა იქნება ევროპაზე, 23 წელს უნგრეთი დავამარცხეთ, ის უნგრეთი უძლიერესი უნგრეთში და 24 წლის იანვარში გერმანიაში საქართველოს ნაკრებმა პირველად გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, 3 მატჩიდან მოიგო 1, სხვა დებიუტანტებს არც ერთ არ მოუგია, არც ფარელებს, არც საბერძნეთს. დებიუტანტებს შორის საუკეთესო ვიყავით. სანამ გადავცემდი სიტყვას ბატონ ჯემალს და ბატონ ლევანს, მინდა კიდევ ერთი პატარა განცხადება კი არა, ინფორმაცია მოგაწოდოთ, ბევრმა იცის ალბათ, მაგრამ ყველამ არ იცის. საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ფანტასტიკური შედეგი აჩვენა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატი მეორე დივიზიონის B ჯგუფში, ახლა გამოჩნდება ვიდეო ფოტო მასალა. საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში ქალაქ დანიდინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 5-ვე მატჩი მოიგო.
პირველი მატჩი ისლანდიასთან 4-0 წარმოიდგინეთ ისლანდიის ნაკრებთან 27 აპრილს. მეორე დღეს დავამარცხეთ მასპინძელთა გუნდი ახალი ზელანდიის ანგარიშით 5-0. ორი ზედიზე დიდი მოგება. შემდეგ იყო ძალიან დრამატული შეხვედრა ბულგარეთის ნაკრებთან 0-3 ვაგებდით, ვიგებდით 5-3, მერე იყო 5-5, მერე 7-5, მერე 7-7 და ოვერტაიმში დამატებითი დროში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 8-7 დაამარცხა ბულგარეთი. ბოლო ორი მატჩი იყო შედარებით სუს გუნდებთან, ეს იყო ტაიბეი, ჩინეთის ტაივანი, იქ 3-1 დავამარცხეთ და ბოლო მატჩი ტაილანდის გუნდი ანგარიშით 15-1. ხუთივე მატჩი მოიგო საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულ ნაკრებმა და მოიპოვა უფლება მომავალ 26 წელს იასპარეზოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის აჯგუფში. საერთოდ არის 5 დივიზიონი მსოფლიო ჩემპიონატის ჰოკეიში. ჰაი კლასი, მერე მიდის პირველი A, პირველი B, მერე მიდის მეორე A, მეორე B, მესამე, იქ მერე კი შემდეგ არის საკვალიფიკაციო ეტაპი და დიდი წარმატება გუშინ საღამოს ჩვენი ნაკრები ახალი ზელანდიიდან ჩამოფრინდა, დაბრუნდა საქართველოში, მე დავხვდი მათ აეროპორტში, ნახავდით ალბათ სხვადასხვა ტელევიზიებში იყო ეს კადრები და დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი საქართველოს ჰოკეის ყინულის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივანი ბატონი მიხეილ დავითაშვილი სოფლიო ჩემპიონატამდე აპრილში სტუმრად ყავდა ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ხეჩუაშვილი და მოლაპარაკების მიხედვით დღეს უნდა ყოფილიყო ბატონი მიხეილ დავითაშვილი, მაგრამ ისემ დაენთხო რომ დღეს გახდა ცნობილი რომ თბილისის არენაზე დიდი ღომში ოლიმპიურ პარკში შედგება სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა ეროვნულ ნაკრებთან ფედერაციის პრეზიდენტ, ჯერ იყო სხვასაც, მაგრამ გადაიტანეს ჩვენს გამო კი არა, საერთოდ იქ განრიგის გამო და დაემთხოთ რომ აუცილებლად მოვიდოდა მიშა ბოდიშევი მიხარდა, მაგრამ შემდეგში აუცილებლად მიშა დავითაშვილს, ზაზა ხეჩუაშვილს კიდევ დაპატიჟებთ, ძნელთა შტაბის წევრი უნდა ყოფილიყო დღეს გიოჯი ერანაშვილი, რომელიც არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი წნელი და ეროვნული ნაკრების წნელთა შტაბის წევრი, ასისტენტი მთავარი წნელის და სამწუხაროდ ვერ მოახერხეს და ამ წუთებში იწყება ის მათი შეხვედრა, როგორც მე მაცნობეს თბილისის არენაზე, იმ ყინულის არენაზე, რომელიც წელს აშენდა დეკემბერ-იანვარში შევიდა წყობაში ფესტივალისთვის და ამიტომ ვერ მოახერხეს მოსვლა. და რადგანაც ჰოკეის შევეხეთ მაყურებელი იკითხავს, ახლა სულ კითხულობენ ლევან, ბოლო 10 წელი რაც მე 12 წელი ხშირად წერ და მიყვავს გადაცემები ჰოკეიზე. ჰოკეიში ყავს ნაკრები, ბევრმა არ იცის, შეგახსენებთ. ჰოკეის საქართველოში აქვს 66 წლიანი ისტორია 1959 წლიდან 1961-ში 62-ში პირველი ჩემპიონატები ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები ჰოკეიში 62-ში შეიქმნა საქართველოს ნაკრები ხა ეროვნული არ იქნებოდა საბჭოთა კავშირი იყო და ეროვნული არ იყო არც დამოუკიდებელი არ ვიყავით 62-ში სპარტაკიადაზე ზამთრის სპარტაკიადაზე სვერდლოვში ეკატერინბურგში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მოუგო ყირგიზეთს და მოუგო სომხეთს დანარჩენი მატჩები წავაგეთ მე-10 ადგილი 15 გუნდიდან. მერე იყო ენთუზიასტები, გუნდები 70-იანი წლების ბოლოს იყო გუნდის შესანიშნავი გუნდი ჭაბუკთა პირველი მერცხალი იმ გუნდის გაზრდილი იყო ის ფანტასტიკური მეკარე კოტე ბახუტაშვილი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს თამაშობდა ევროპის იმდროინდელი ერთი საუკეთესო გუნდის გუნდში CSKA-ში ახალგაზრდა გუნდში და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში. მერე დაინგრა საკავშირი, კოტეს კარიერა ბახუტაშვილის ძალიან მაგარი მეკარე იყო. შეიცვალა იქ ყაზანში თამაშობდა 90-იან წლებში საქართველოში ჰოკეი ფაქტიურად შეჩერდა, სირთულეები იყო ქვეყანაში და 2004 წელს დენის დავიდოვმა თბილისელმა კაცმა, ყოფილმა ჰოკეისტმა მისი ინიციატივით, ხარდაჭერებით, მეგობრების ხარდაჭერით მან მათ შექმნეს საქართველოს ჰოკეის ფედერაცია. 2009 წელს ჩვენი ფედერაცია გახდა მსოფლიო საერთაშორისო ჰოკეის ფედერაციის წევრი და 2012-13 წლიდან რეგულარულად თამაშობთ. ჯერ იყავით ბოლო დივიზიონში, მერე მესამეში, მერე 2019-ში გადავედით მეორე დივიზიონში და მინდა გითხრათ რომ ნაკრებში თამაშობენ როგორც საქართველოში გაზრდილი
და დაბადებული და გაზრდილი ჰოკეისტები, ასევე ნატურალიზებული უпроსტორად, ვინც რუსეთში, ფინეთში, სხვა ქვეყნებში დაიბადა, გაიზარდა ქართული წარმოშობის. ავიღოთ დავუშვათ ბორის კოჩკინი. დედამისი არის მარგარიტა ბურდული, ბათუმელია. კოჩკინი 2016 წლიდან თამაშობს საქართველოს ნაკრებში. ავიღოთ ანდრეი რომანოვი, ქუთაისელია, მამამისი ქუთაისელი იყო, ბაბუამისი, ბებია, თვითონ ეს ანდრეი უკვე უცხოეთში დაიბადა, მაგრამ ის ის ერთ-ერთი წამყვანი ჰოკეისტია, მცველია. ავიღოთ ვიტალი დუმბაცი, სოხუმელია, მიშო დავითაშვილი ნაკრებში თამაშობდა დიდი ხანი, გენერალური მდივანია. ახალგაზრდები ბიჭებიც გამოჩნდნენ. იქ როგორც მე მითხრეს, ერთ-ერთ წამყვან ჰოკეისტს გაბრილენკოს დედა არის ქართველი. ამიტომ ოლივერ ობოლგოგიანის ისტორია, ოლივერ ობოლგოგიანის ცალკე თემა შეგიძლიათ დაგუგლოთ, ისინი წარმოშობით საქართველოს დედა ყავს ფინელი, მამა ქართველი და ძალიან რთული ისტორიის, მაგრამ ყველას რაღაცა კავშირი აქვს, კი, რუსული გვარები, უკრაინული, მაგრამ რაღაცა კავშირი აქვს საქართველოსთან. ახლა რადგანაც ორი არენა არის საქართველოში, თბილისის და ბათუმში, რასაკვირველია, ძალიან ბევრი ბიჭი მივა, ძალიან ბევრი უკვე ვიცი ეს ინფორმაცია და რამდენიმე წელიწადში უნდა რომ ახალი თაობა წამოვიდეს, ერთი წამით ბატონო ჯემალ, ახალი თაობა რომ წამოვიდეს, რასაკვირველია 5, 6, 7 წელი და ძალიან სერიოზული ნაკრები გვეყოლება. ახლა high class-ამდე ჩვენ ვერ მივალ დიდი ხანი, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი. და ბოლოს მინდა ვთხოვა გადაცემის რეჟისორს, ჩართოთ ის კადრები, როცა ჩვენ მოვიგეთ ჩვენმა ეროვნულ ნაკრებმა ზელანდიაში, ქალაქ დანიდინში, მოიგო მატჩი, ბოლო მატჩი, ჩვენმა ბიჭებმა სიმბოლურად აღნიშნეს ოკეანეში შევიდნენ, თუ შეიძლება ჩართოთ ეს კადრები. ინგლისურად და ნახავთ. ახლა დაუბრუნდეთ ხელბურთს. ჩვენი გადაცემის მთავარი სტუმარი, ასე შეიძლება ითქვას, ლევანს არეწყნება, თბილისის ქარიშხალას, საქართველოს და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების შესანიშნავი მეკარე, ბევრი ტიტულების მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი, საკავშირის თასის მფლობელი ბატონი ჯემალ ბარამიძე. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ, რომ მობრძანდით გადაცემაში, 2 თვის უკან იყავით გადაცემაში და რასაკვირველია, ვცლად ვისაუბრეთ თქვენ კარიერაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, მთელი ცხოვრება ბატონი ჯემალ ბარამიძე არის ხელბურთში. თბილისელია, თბილისში ვაკეში 11 ნომერში ჭავჭავაძე 11 ნომერში. ყველას იცნობდით იმ კორპუსში, გატაცებული იყავით სხვადასხვა სახეობ, მე აღმოჩნდით ხელბურთში, ხო? ჯერ სად იყავით? ფეხბურთში დავდიოდი. ფეხბურთში დავდიოდი და მე რაღაცა ინციდენტი შემემთხვა და გასაგებია. შემთხვევით აღმოჩნდით ხელბურთში. ქალაქის პირელობა მიმდინარეობდა სკოლებს შორის. ხო. და მივიღე მონაწილეობა და მოვეწონე ჩემ მწვრთნელებს, რომლებიც გვიყურებდნენ თამაშის პროცესში და აი იქიდან დაიწყო ჩემი კარიერა. მე უკვე თბილისის ბურევესტი ქარიშხალა, რომელიც იმ დროს იყო ძალიან ძლიერი გუნდი 70 წლიდან 86 წლამდე. ახლა წარმოიდგინეთ 17 სეზონი იყავით თბილისის ქარიშხალაში, საბჭოთა უმაღლესი ლიგა, საერთაშორისო ტურნირები, იქ მახსოვს ევროპის საკლუბო ტურნირებზეც გამოდიოდით ქარიშხალა და მოგვიწია თამაში სლოვაკეთის გუნდთან და შემდეგი თამაში ქონდა უკვე ესპანეთის მადრიდის ატლეტიკოსთან. თქვენი კარიერის გამოცდილების გამო ცოტა თვითონ ესპანეთში სუსტად გამოვედით და
თბილისში მართლა კარგად ვითამაშეთ, მაგრამ აღარ გქონდა ბურთების სხვაობა აღარ ახლა ეს ფოტო მასალა თქვენ იმის ეს მოწოდებული არის 70 წელი პირველი საბჭოთა კავშირის სკოლა რო დავამთავრეთ, საბჭოთა კავშირის პირველობა და ჩემპიონები ხდებით. ეს ჭაბუკება ეს ისტორიული ფოტოა. ეს პირველად გაიმარჯვა აი ნამდვილი ოქროს მედლები რომელიც თქვია თორე მერეც კი ხდება. მეორე ფოტო არის კიდევ ნახეთ? ეს უკვე 72 წელია უკვე ჩვენ მე მგონი ეს არის პირველი ლიგა ქარიშხალა გამოვარდა უმაღლესი ლიგიდან და აი უკვე პირველი დაბრუნდით. მე ერთ წელიწადში ჯანო ბაგრატიონის თამადობით და აი ჯემალიც არის როგორც ხედავ იქ ზეპირად ვიცახი იქ იყო ყანზორ ექსეულიძე. ეს უკვე სხვა ეპიზოდია. ეს არის გუნდი არის წასული სლოვენიაში ტურნირზე. და სხვათა შორის საერთაშორისო ტურნირებზე იგებდით. აი ამ თაობიდან ძალიან ბევრი არიან წასულები სხვათა შორის. არ არიან ხო ცოცხალი ხო გასაგებია. და თქვენ მე ეს ფოტო აქ მე არა ვარ. ხო გასაგებია. ამ დროს ვარ 73 წელიწად მე ვარ რუმინეთში. ნაკრებთან. ამბილოგოვი. ხო. ეს უკვე 77 წელია, უკვე იმის მერე 70 წლის მერე ხდებით საბჭოთა კავშირის პრიზიორი, მესამე ადგილი. ბრინჯაოს პრიზიორი დიდი პაუზის შემდეგ. აი ამ ფოტოზე ეს არის 79 წელი, ეს არის უკრაინაში, სლოვენიიდან ჩამოფრინდით. დიახ. და პირდაპირ საბჭოთა კავშირის ტურზე მოხვდით. ტური ის ჯგუფური ეტაპი ასე ერთ ქალაქში ტარდებოდა ხო, ერთ ქალაქში რამდენიმე 5-6 მატჩი 7 ხო. გასაგებია. ეს უკვე დინამო სტადიონი 77 ხო? დაჯილდოება უკვე დაგვაჯილდოება. თქვენ თასი აიღეთ. არა, ეს არის საბჭოთა კავშირის პირველობის მესამე ადგილი. მესამე, დააჯილდოვეს ამ დინამო არენაზე, დინამო სტადიონზე 100,000 კაცი იყო თუ 80,000 ფეხბურთის მატჩის წინ, ხო? წარმოიდგინეთ რა პატივია, ხო? ფეხბურთის მატჩის წინ ხელბურთელები გაიყვანეს. ეს არის მე მგონი საშა თუ არა, ხო, ეს არის თასი. დიახ. საბჭოთა კავშირის თასი 78 წელიწადი. აჰა. მე მოდის უკვე 80 წელი მესამე ადგილი 91 მესამე მაგარი შედეგები და რა თქმა უნდა და მე უკვე ნელა კი ახლა სირთულეების მაგრამ ეს გუნდი არ გავარდილა უმაღლეს ლიგიდან ბოლომდე ვიბრძოლეთ კვილებით ვიბრძოდით და შედეგიც ახლა ჩვენ ხელბურთს ქართულ ხელბურთს აქვს უზარმაზარი ისტორია და ტრადიცია 1956 წლიდან მოდის ხელბურთის ისტორია. მომავალ წელს აღნიშნება ხელბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო აღნიშნავენ 60 წლის თავს. ბატონ ჯემალ, ჯერ ხომ თავიდან 11-ზე იყო ხელბურთი. მოედანზე, ფეხბურთის მოედანზე თამაშობდნენ. მე არ მომიწია ეს. თქვენ არ მოგიწიათ, მაგრამ 61 წლიდან უკვე 7-7-ზე, ხო, ეს დარბაზის, იმიტომ რომ ჯერ დარბაზის ხელბურთს თამაშობდნენ ძირითადად გოგოები. და ხელბურთი იყო 11-11, მაგრამ ჩვენ ყველა აღიქვამთ ხელბურთს როგორც დარბაზის ხო ხელბურთს, ახლა არის ქვიშის ხელბურთი. სწორედ კარგიც მოხდა რომ დარბაზში გადავედი. კი, და ის გუნდები რაც იყვნენ საქართველოში 56 წლიდან 61-მდე, იმ ხელბურთელებისგან ძირითადად გადაკომპლექტდა ის 61 წელს. აი, ჯანოს აქვს ბაგრატიოს ნათქვამი, მე მგონი ჯანოს მოუწია. მოუწია, კი, ჯანოს. მიხსნიდა როგორ და რანაირად ხდებოდა. ცოტა თავის სპეციფიკა ქონდა. დამცველებს არ შეეძლო წინ წასვლა, უნდა მიეცათ ნახევარ დამცველებს და აი ამ ნახევარ დამცველებს კიდევ უნდა მიეცათ იქ. ახლა დღეს ვერავინ ვერ წარმოიდგენს ხო ლევან რომ ასეთი თქვენ როგორ 11 როგორ გესახება და მოედანზე, დიდ მოედანზე. ეს და წარმოუდგენელი მგონია ეხლა 11. ბატონო თეგის მე უნდა ვთქვა რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ სპორტის სახეობაში მოხვდი საერთოდ რა წარმოუდგენელია რა ესეთი და მომიწია 17 წელიწადი ლევან რა თამაში ძირითად მეკარე თავიდანვე ხო იცი როგორ არის იქ ვიყავით რამდენიმე მეკარე და ნელა როგორც ხდება და ეს თამაშები იყო ძალიან უმაღლესი დონის, ძალიან უმაღლესი დონის ისე არ იყო. კი, სერიოზული ბრძოლა. აი, ბრძოლები მიდიოდა, რა ვიცი, რა თითო კლუბი. ერთი მინდა კიდევ გავიხსენოთ და მერე დღევანდელ ნაკრებზე გადავიდეთ. 80-იანი წლების დასაწყისში ესპანეთის მადრიდის კლუბს შეხვდით, ხო? ატლეტიკო მადრიდი ევროპის საკლუბო ტურნირებზე. კი, დღეს არ არსებობს ეგ ატლეტიკო, მაშინ იყო. ხო, ხელბურთში. და იქ წააგეთ, აქ მოიგეთ როგორ იყო? იქ წავაგეთ 9 ბურთი და აქ მოვიგეთ 4 ბურთი. 7 ბურთს უგებდით პირველ ტაიმს. ხო.
და მაშინაც აღნიშნე რომ მაგრამ იქაც იგებდით დასაწყისში ხო გასვლაზე პირველი ტაიმი მიდიოდა ძალიან თანაბარი მაგრამ დარბაზი ძალიან ესე იგი გავსებული არაფერი არ გვესმოდა ბატონი გარის ლაპარაკი საერთოდ არ გვესმოდა და აი ისე მიდიოდა თამაში და მაგრამ ეს რომელიც ძირე 80 გავლენა იქონია მსაჯებმა და თბილისშიც ეხლა ჩვენ ცოტა ახლები ვიყავით და მაინც ხანერად გვიყურებდნენ დებიუტანტებს და მერე საბჭო კავშირი იყო და საჯობდნენ ეს დანიელები თბილისში მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა არ ვიცი რა მოხდა ეს გაგიჟებულები 7-8 პირველ ტაიმ ჩამოვარდნენ იმას გასახდელში რა ქვია ეს მაგათი ბოსები და რაღაც ისპანურად რაღაცას იცახოდნენ რა ვიცი და გამოვიდნენ ეს საჯები და მოკლედ სხვანაირად იმსაჯეს სასწაულად და მაინც დავიჭირეთ ის თამაში მაგრამ არ ყოფნიდა ეხლა მაშინ ეს 1991 წელი თუ 82 91 მაშინ გასი იყო 80-იანი წლების დასაწყისი 81 იყო და მაგრამ იმ დროს ძალიან სერიოზული კონკურენცია იყო საკავშირის ჩემპიონატში ხო სერიოზული ფაქტურად ნაკრებები უკრაინის რუსეთის მოსკოვის ცალკე მაშინ ახლა გითხარით და ეხლა საუბრნიშნავ რომ ფაქტურად 9 კაცი თამაშობდით რა ეს დანარჩენი 4 იყვნენ ახალგაზრდები იყვნენ გამოცდილები იყვნენ ზოგს პერსპექტივა ჰქონდა მაღალი იყო რაღაცა მაგრამ 9 კაცს უწევდა აი 9 კაცი წარმოიდგინეთ რომ 4 რუსეთის მოსკოვის გუნდი აქეთ უკრაინას 3 გუნდი იქ პრიბალტიკა და ბალტიის და კარგი ის ჰქონდა სხვათა შორის ჩვენ გამოძახილი მე ახლა მინდა გადავიდე ბატონო ჯემალ დღევანდელ რამდენიმე დღის წინ ლევან ბატონმა ჯემმა ძალიან პატარა მაგრამ ძალიან თბილი პოსტი დადო თავის გვერდზე რომ ჩვენ თაობას მათაობაზე საუბარი 70-იან 80-იან წლებში ყველაზე მეტი ემოცია გვაქვსო იმასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრებმა შარშან ითამაშა ევროპაზე ახლოს ვართ და ძალიან მაგრად ესენი მგონი უფრო მეტს განიცდიან ვიდრე ნაკრების წევრები, იმიტომ რომ ისინი ჩართული არიან თამაშზე. თქვენ შორიდან ხართ ახლა, შორიდან და უფრო მეტს შორიდან ვარ, მაგრამ მაინც ახლოს ხართ, ხო, იმიტომ რომ 90-იან წლებში მე ყველასთან კარგად ვარ, აი ლევანისთან ფაქტიურად რამდენი წელია. თავიდან ლევანის მინდოდა რაღაც მოსიყვარულობდი, ლევანი არის ძალიან გადასარევი პიროვნება რა. იყო რა ქვია, ჩვენი გუნდის STU შევადენის წევრი და თვითონ ნაკრებში ითამაშა და ნუ კარგის მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი რა. თურქეთში თამაშობდა თურქეთში რამდენიმე წელი. თავის საქმეს აკეთებს წინვალეთ. რა სამი შვილი ახლა გავიგე სამი შვილი და ძალიან მიხარია საერთოდ ამათ. რაღაც პატარ-პატარა წვლილი. ნაკრებში თამაშობდა. კი, პატარ-პატარა წვლილი მაქვს ამათზე რაღაცები არის და თვითონაც და ახლა გადავიდეთ დღევანდელ ნაკრებთან. თქვენ როგორ ფიქრობთ? სულთა როგორც ხელბურთელს გეკითხებით. აი ჩვენ ნაკრებს, თქვენ გინახიათ ის აბერძეთის ნაკრების თამაში, ჩვენი ნაკრების, ის ბოსნია, ორჯერ დავამარცხეთ ბოსნია მარტში, იქაც ევროპაზეც დავამარცხა და დავიჭირეთ იქ ყველგან დავამარცხეთ ესე ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე სპორტულად ამბობ მე. ახლა ჩვენ ობიექტურად რომ შევხედოთ, ჩვენ ნაკრები და საბერძნეთის დაახლოებით ერთი დონის არიან თუ ჩვენ ნაკრები ცოტა უკეთესია ვიდრე საბერძნეთი პლუს უკვე მონდომება. კლასი და პლუს მონდომება, ხო? როგორ ფიქრობთ? ნუ რაღაც ეხლა როგორც ქართველი და როგორც ჩემი გუნდის გულშემატკივარი ვიტყვი რომ საქართველოს ნაკრები ჩვენ სხვანაირ ხელბურთს თამაშობთ. მიუხედავად დღევანდელ დღეს სპორტი, ხელბურთი, აი ლევანი მიცის ძალიან წინ წავიდა, მაინც ჩვენებურ ხელბურთს თამაშობთ რა. ცოტა ეშმაკურს, ცოტა ემოციურს, ცოტა დინამიურს. და ეს ყველაფერი მე ვიტყოდი რომანტიულს. აი რაც თავარი ესეც უნდა იყოს და არა ეს რაღაცა დაზებირებული არ არის ისეთი ფილმები, ისეთი გადაცემები არის. არავითარ შემთხვევაში. ჩვენი ცოტა აი რაც ცოტა მაეჭვებს, ცოტა სკამის პრობლემა მაეჭვებს. ხო. ვინც თამაშობს ახლა, ვინც ძირითადად რა თქმა უნდა, მაგრამ დრო უნდა ყველაფერს ისა და ვინც თამაშობს ნუ მაგათი ისტორია შემეძლათ როგორ ვარჯიშობდნენ თბილისში რო ცხოვრობდნენ როგორ მოდომებული იყვნენ მერე წავიდნენ უცხოეთში რა უცხოეთში ასე ადვილი არ არის იქ თავის დამკვიდრება აი ლევანის იყო იქ თურქეთში და ეგ არა კონკურენცია მით უმეტეს ახლა ევროპაში ხელბურთი ძალიან მაღალ დონეზეა შენ თუ რაღაცა არა აი განსაკუთრებით ძალიან მიხარია მეკარის რა ზურიკოს ცინცაძის ნუ რა ვიცი ეს
ვიჭი რაღაცებს მეორე მეკარის კარგი ყავს ნიკაბაძე მაგრამ ზურიკო არის როგორც სახიობის ეგეც ჩემი მითითებით არის ჩამოყვანილი მართლა თქვენ აღმოაჩინეთ მე აღმოაჩინე როგორც წავიკითხე იმაში ჩვეულებრივად რუსულ ინტერნეტში და უთხარი და მერაბი მეტრეველი დაფაცურდა რაღაც ეგ და ქართველი არა მერაბი მეტრეველი რომელიც იყო ხელბურთელი ძნელი და ნაკრებში არის ძალიან დიდი დამსახურება აქვს ტიტე კალანდაძე რას ამბობთ ეხლა ფინალში მოხვედრა, კაი ერთხელ მოხვდი, მეორეჯერ მოხვედრა ასე მარტივი არ არის რა. და თლიანად ძნელთა შტავს და განსაკუთრებით ფედერაცია მინდა აღნიშნო, თუ მომცემთ ნებართვას, რომელიც ყველა პირობას შეუქმნა. შოთა თევზაძე მეორე მსმენელი. აგერ მერაბია და რა ვიცი, მერაბის მეტრეველის მითითებით ხდება ბევრი რაღაცა და საერთოდ ეს პიროვნება ცალკე უნდა მიუძღოთ და მერაბი მოიწვიეთ და მერაბი მყავდა გადაცემაში ქართულ ხელბურთში ვიცი ეხლა რაც შეიძლება ფედერაციაზე რაც არ უნდა კაი გუნდი ყავდეს რაც არ უნდა კაი მცველები ყავდეს თუ ფედერაცია სწორი გზით არ მიდის ხელშეწყობა მიმართულება ხო მაშინაც აღვნიშნე აი ამ ხელბურთის ფედერაციას ფაქტიურად ჩვენი იმაშია გატარებული იმ 80-იან 90 წელს აი თბილისის STU-ში ევროდენის იმაში სუიქ არის ყველა დათამაშები ყველა აბსოლუტურად და გასაგებია რაც შეეხება ცინცაძეს მეკარეს ახლა თქვენ მეკარე იყავით ის ფანტასტიკური სახიობიც არის მახსოვს თქვენს გახსოვთ იქ გერმანიაში საკაც ფანტასტიკურ ბურთს აიღებს და ორ წამში ვითომ არაფერი არ ყოფილა ტრიბუნას მიმართავს აბარაგი გონადო თქვენ უცბად გადაერთვება ხო უცბად და ამიტომაც უყვართ როგორც ხელბურთელი მე შემიძლია რაღაც ის მოუძებნო მაგრამ არა ყველას აქვს თავისი პლუსი მინუსი სხვათა შორის ძალიან მოგისმენს კი ჯემალი ბიძიას მესახის ჯემალი ბასალებას და ეს თავი ბაბუას არ გეძახება განისტიან, ბევრს განისტიან და ესე იგი ორივე მეკარე კარგი ყავთ, ძირითადი შემადგენლობა ახალგაზრდებიც არიან და ჩვენი იმედი გვაქვს. თავი რა არის? მე ვფიქრობ. აი ახლა იმდენი ესე ვთქვათ, მობილიზაცია მიდის ამ მატჩზე. ხო, ბევრი მოწოდება, ბევრი ხალხი მოდი. მე მინდა რომ მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, რომელიც მოუწოდა. ეს სპორტსმენებს, ნელებს, ტრელები, პიროვნებები, აი როგორც ქალბატონი ნონა. ეს დრამე არ ყოფილა. დიდი მხარდამჭერა. მხარდამჭერა. ხო და მეტი რა გვინდა ახლა გავიმარჯვოთ და წავალთ ევროპისკენ ხო მეტი არაფერი თავარი ახლა ამ ნაკრებმა ბიჭებმა რომელიც ძალიან მაგარი შედეგები დადეს ფსიქოლოგიურად არ გადაიწვენა ხა მატჩამდე მთელი საქართველოს ყურადღება ყველა გეუბნება უნდა მოვიგოთ მაგრამ პროფესიონალები არიან და მე დარწმუნებული ვარ თავს აკონტროლებენ კარგად მაგაშია საქმე რა მაგრამ თუმცა ისლანდიაში კიდევ გვაქვს მე მომავალი და იქაც არა აქ უნდა გადაწყდეს თავისუფლად შეგვიძლია მოვგო ბატონ ჯემალ აქ უნდა გადაწყდეს საბერძნეთთან ისლანდიასთან გადავდებთ უნგრეთს ხომ მოვუგეთ კი არა ნუ ახლა ეს ყოველთვის რა ხდება ხო დიდი მადლობა ბატონო ჯემალ დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო თქვენი აზრი დიდ პატივს გსცემენ თქვენ ხელბურთის და არა მარტო ხელბურთის სამყაროში გავიმეორებ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხოხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომელიც ამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. გადაცემის მეორე სტუმარი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ხელბურთში ლევან ბერძენიშვილი. გავიმეორებ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ხელბურთში ლევან ბერძენიშვილი ევროპის 2011 წლის უნივერსიადის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების ყოფილი ხელბურთელი 39 წლის ხდება ზაფხულში და კიდევ თამაშობს და მე არ ვიცი 1-2 წელი კიდევ ითამაშებს, მაგრამ მე შეიძლება მცნელი გახდეს, მსაჯი გახდეს, მაგრამ ჯერ პირველ რიგში მინდა პირველად ხართ ჩვენ გადაცემაში, თორემ ძალიან ბევრი ხალხი გიცნობთ ის ხელბურთში განსაკუთრებით. ლევან გენაცვალე ახლა როგორ აღმოჩნდით ხელბურთში ხო 86-ში ხართ დაბადებული იმ დროს კი ხელბურთი ძალიან კარგ დონეზე იყო საქართველოში ის ქარიშხალაბური ვესნიკის გუნდი მაგრამ 90-იანებში მოგიწიათ ხო რეალურად თუ დროს ხელბურთით დაიწყეთ თუ ფეხბურთში იყავით თუ სხვა სახეობაში როგორ მოხდა ეს ახლა ბევრი ბავშვი გიყუროს მათთვის საინტერესოა თავიდან დავიწყე კალათბურთით რაღაც დიდუბეში ცხოვრობდით მაშინ და საკალათბურთო მანეში ერქვა მაშინ კალათბურთზე დავდივდი მე საცხოვრებელის შეცვლა მოგვიწია და იქ რამდენი ერთი წელი იყავით კი დაახლოებით ესე ერთი წელი
9 წლის ასაკში დავიწყე სპორტზე კალათბურთზე კი და მე საცხოვრების შეცვლა მოგვიწია და ხელბურთზე სულ შემთხვევით მოხდი სადაც თამაზ ჩხაიძე იყო ჩემი პირველი მწვრთნელი სადაც ესე რომ ვთქვათ პირველი ნაბიჯები ავიდგე ამ სახელბურთო კარიერაში დასაწყისში და 96 წლიდან ესე რომ ვთქვათ დღემდე 10 წლიდან 29 წელი გამოდის უკვე ხელბურთში ვარ კი და გამოვიარეთ ახალგაზრდული ნაკრები ეროვნული ნაკრები თამაზ ჩხაიძის შემდეგ უკვე STU შევარდენში გავაგზელე დიახ მოღვაწეობა ბექა ორჯონიკიძის და ირაკლი კეკელიძის ჩემპიონი ხარ ლევან 7 გზის ჩემპიონი STU შევარდენთან და 7 გზის BSB ბათუმის შავი ზღვის ბიჭებთან ერთად 14 საქართველოს 14 გზის ჩემპიონი. ვინმე არის თვითონ საქართველოში უფრო მეტი? ჯეგლი უნდა შეიძლება გამოვიძიოთ ეს საკითხი. ხელბურთში ან სხვა სახეობებში არის ხელბურთში 14 გზის ჩემპიონი, საკუთარ რომ წამყვან ლიდერ გუნდში თამაშობდი და კარგად თამაშობდი. ესე რომ ვთქვათ, ისეთ გუნდებში მომიწია, რომ ძირითადად საჩემპიონო გუნდები როგორც STU შევარდენი, ეს ბოლო წლებია BSB ბათუმის შავი ბიჭები, წელსაც საფინალოზე. ახლა იქ ბათუმში თამაშობს ნაკრების ამდენი მათ შორის წევრი ლაპიაშვილი, აბრამიშვილი, გოგოლაძე, სამი ნაკრების მოთამაშე ყავს გუნდში და ეს ძალიან დიდი ძალა არის და კი. ახლა ალბათ გადაცემის რეჟისორ თქო რომ ჩართოთ ის ფოტომასალა თქვენი კარიერის ამდე ეპიზოდები. ესე იგი თქვენ ნაკრებში ეროვნულ ნაკრებში რომელი წლიდან რომელ წლამდე იყავით? ეროვნულ ნაკრებში ესე იგი 2004 წლიდან მომიწია მოღვაწეობა. ეს არის ესპანეთში STU შევარდენთან ერთად ევროპის უნივერსიადის თასის გამარჯვებული. ეს არის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმედო ხაკაძეს მეთაურობით ჩელენჯ კაპის გამარჯვებულები ვართ აქ. ლეგენდარული იმედო ხაკაძე დიახ. ეს ფოტო ესეც უნივერსიადის 2011 წლის ევროპის 2011 წლის ჩემპიონი რომ გახდით. დიახ. სად იყო ეს უნივერსიადა? პორტუგალიაში ჩატარდა ეს საფინალო მატჩის ეპიზოდი არის ხორვატიასთან. მატჩის ეს ის დღეა როცა ხორვატიამ წააგო და გლობა გამოაცხადეს ორი დღე ესა. ეს ეპიზოდი ესეც პორტუგალია უნივერსიადის კი ბატონო. ეს არის იმედო ხაკაძის სახელობის თასი. შარშან რო ჩატარდა. წელსაც იქნება მაისის მეორე ნახევარში ხო ახლა წელსაც? კი, წელსაც ეხა 14-15 მაისში უნდა იყოს ერთ კვირაში ინფორმაციით ესეც ბატონო იმედო ხაკაძის სახელობის თასის. თასი არის და ეს უკვე თამაშის ეპიზოდი ვართ ბოსნიაში ეროვნულ ნაკრებში. არა, საკლუბო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპზე გავედით ეს საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები წინა წლის 2020. ესე იგი 14 ოქროს медаლი გაქვთ, ხო? ოქროს ნამდვილად. ეს რო ვთქვათ ეს წარმოდგენილი არის ბათუმის შავი ზღვის ბიჭების სამი ვეტერანი ხელბურთელი ესე რომ ვთქვათ უჩამა ისურაძე და გიგა ტორონჯაძე. ბატონი ვახტანგთან ერთად დაჯილდოებისას ეს საქართველოს ჩემპიონატი წლები მერევა საქართველოს ჩემპიონატი იმდენჯერ გვაქვს. მოგებული ხო არა, წლებს ამ სიტუაციაში არ აქვს. ეს საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ხართ ხო 14 ჯერ ახლა წარმოუდგენელი ამბავია ეს. არის ალბათ შემთხვევები უფრო მეტის, მაგრამ აი ხელბურთში არ მახსენდება, შეიძლება იყო ვინმე ერთი 10 წელიც რო ითამაშოს ჩვენ ჯერ არ ვაპირებდა. საერთაშორისო სპორტულ დაზვერვას შევეკითხებით ვინმე იყო თუ არა 14 გზის ჩემპიონი ახლა სხვა ქვეყნებში აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ აი საქართველოში მე არ მახსოვს. ეს საინტერესოა. ხო. ეს ფოტოები კიდევ ახალგაზრდული ნაკრების საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩი ჩატარდა მაშინ თბილისში კვიპროსი, რუმინეთი, პოლონეთი სუმასპინძლეთ ახალგაზრდულში ეს ხო ტურნირი. კვიპროს რომ მოუგეთ პოლონეთთან დაძაბულბრძოლაში წავაგეთ და მოკლედ პირველი ის ნაბიჯები იყო ოფიციალურ ეს პოლონეთში ამხანაგური მატჩი ეს ორი ლეგენდარული
ბელიცკი და მეორის გვარს ვეღარ ვიხსენებ, ეს თურქეთის თურქეთში რო თამაშობდით რომელ კლუბში? რიზესპოლში. 2 წელი, ხო? 2 წელი ვთამაშობდი და ჩემპიონი გახდით იქ? არა, უმაღლეს ლიგაში მოღვაწეობდი ჩემპიონი. არა, უმაღლეს ლიგაში თამაშობდით, ხო? ესეც პოლონეთის ამხანაგური თამაში, პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან. გასაგებია. ეს და უტარდება. ესეც პოლონეთის თამაშის კი, გასაგებია. ახლა დაუბრუნდეთ იმას, რომ ესე იგი თქვენ ნაკრებში საკვალიფიკაციო ეტაპებზე გაქვთ თამაშები, აი პორტუგალია ალბათ ყველაზე მაგარი მოგონება ევროპის უნივერსიადა რომ მოიგეთ. 2011 უნივერსიადა და ჩელენჯ კაპის გამარჯვება ბატონ იმედო ხაკაძის მეთაურობით ის რო შევადაროთ ჩელენჯ კაპის თასი არის როგორც აი რაგბში ერთა თასი არის აი მაგდონის თასი არის და ძალიან დიდი წარმოება ფეხბურთში რას შეიძლება შევადაროთ ერთა ლიგას ფეხბურთში ერთა ლიგას შევადაროთ ახლა რა მაინტერესებს პორტუგალიაში გამოიჩინე თავის სხვადასხვა ტურნირებში თურქეთის გარდა სხვა კლუბებში გთავაზობდნენ ხო როგორც მე ვიცი მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო ვერ შეთანხმდით და ვერ წახვიდით რომელი ქვეყნებიდან იყო სავარაუდოდ უკრაინაში ვიყავი ანუ ცოტა ხანი 3 თვე მომიწია და პირობებში ვერ შევთანხმდით და უკან კონტრაქტში კი უკან დაბრუნება მომიწია მე თურქეთში გავაგრძელე და მე სამწუხაროდ ტრავების გამო 2 წელი ჩავარდნა მქონდა და შესვენება მომიწია ესე რომ ვთქვა გასაგებია და რა მაინტერესებს ახლა თქვენ ახლაც თამაშობთ 39 წლის გახდებით ზაფხულში ახლა ზოგჯერ აი სპორტსმენები ვინც დიდი ხანი თამაშობენ აი ეს ასეთი ის არის მიყვარს მაგრამ იმდენად ვარო გადახდილი რომ ზოგჯერ არ დამანახოთ ბურთი სიტყვაზე ვამბობ ხო თქვენთან ყოფილა ასეთი შემთხვევა რომ არ დამანახოთ გაითიშეთ რა 2-3 დღე ყოფილა ასეთი შემთხვევა კი რა თქმა უნდა მივატოვებ ყოფილა ასეთი გზნობა კი ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ ეს ტკივილები და დაღლილობა რო გადაივლის 2 დღეში უკვე ენერგიაზე მოდიხარ ისევე უკან მოედანზე გინდა და არ ვიცი ვერ წარმომიდგენია მოედნის გარეშე ჩემი ცხოვრება და 29 წელია უკვე ხელბურთში ვარ და მაქსიმალურ ვცდილობ რომ კიდევ ესე რომ რამოდენიმე წელი გავატარო თუ მომწის ჯანმრთელობა საშუალებას თქვენ ნაკრებში ეროვნულ ნაკრებში რომელ წლამდე თამაშობდით 29 წლის დავიმშვიდობენ ნაკრებს გამოდის ესე იგი 2015-ში მე 16 მეგონა ხო ახლა იმ დროს სერიოზული ბიჭები იყვნენ სერიოზული ხელბურთელები მაგრამ ვერ გადიოდით ხო ახლა სიტუაცია იყო იქ აბა ერთ ჩამოთვალო თქვენი ნაკრებში ვინც იყო ჭანტურია ვოვარუსია ირაკლი ჩიქოვანი შოთა თევზაძე სერგო დათუკიშვილი რატიმ მსხვილიძე უჩამაისურაძე ილია გოგალაძე პატარა დაგაგდათ ახლოს გიორგი ქობელაშვილთან ერთადაც თამაშობდი მაგრამ იმ დროს ასეთი ის არ იყო აი ხელბურთი ყოველთვის იყო პოპულარული შედარებით მაგრამ ახლა რომ არის იმ დონეზე არ იყო მაინც იმდენი კი ნამდვილად არ იყო ჩავარდნა იყო რაღაცა ინფორმაციული წყაროსთან წვდომა არ იყო მაშინ და ასეთი პოპულარული არ იყო დღეს რავი ყველაფერი წინ და წინ მიდის და ეს ბიჭებიც აგერ გვასახელებენ წარმატებებით ჩვენ ახლა ტელემაყურებლებს ვეთქვი ზოგიერთ ქვეყანაში ევროპის ხელბურთი არის ნომერ პირველი სპორტი. ან მეორე. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ნომერ პირველი ფეხბურთი მეორე მესამეა, ან მეორეა ხელბურთი. ფეხბურთის შემდეგ. ხო ჩვენთან სულ ხუთეულში იყო. ხო ფეხბურთის, კალათბურთის და რაგბის შემდეგ ალბათ ახლა მეოთხეზეა მეოთხეზე არის ხელბურთი, მაგრამ შეიძლება მოვიდეს 1-2 წელიწადში ისეთი დრო რომ სამეულშიც შევიდეს პოპულარობით, მით უმეტეს ახლა ხელბურთის ფედერაცია ბაღებშიც მუშაობს, ბაღებშიც არის, გარკვეულ ყველა ბაღში არა, მაგრამ ბევრ ბაღში, თბილისში, რეგიონებშიც და შეაყვარონ ბავშვობიდან ხელბურთი, იმ 20-დან შეიძლება 2 გახდეს ხელბურთელი, მაგრამ შეიძლება სხვამ გადაიბიროს, მაგრამ თავარია რომ პოპულარობა იზრდება, ახლა ხელბურთში ახლა არავის არ ეწყინოს ჩვენ ყავს ისეთი დონის ხელბურთელი როგორც ხვიჩა კვარაცხელი არის ფეხბურთში გიორგი ცხოვრებაძე ხო
მთელი ევროპა იცნობს მას, სახელმწიფო ევროპა გომერცბახში თამაშობს, ძალიან მაგრა თამაშობს, ეხლა არავის არ უნდა ვაწყენინო და არც ვაპირება მას, ძალიან კაი ბიჭები არიან ნაკრებში, მაგრამ ეს გამოკვეთილი ითვლება და ტრაუმირებულია ნიკოლოზ კალანდაძე, რომელიც ტიტე კალანდაძის შვილი, რომელიც ძალიან მაგრა თამაშობს, იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე შეუერთება ნაკრებს და უკვე ცხოვრებაძე და სხვაებიც ამოისუნთქავენ ახლა. ირაკლი კბილაშვილი მაგრა თამაშობს, გიორგი დიხამინჯია, სოხუმელიას ხოთაშორის, კარგად მოუმატა ბოლო წლებში, ორჯონიკიძე, არსენაშვილი, ხო, ორჯონიკიძე, ძალიან ბევრი ბიჭია, ვინც კარგად თამაშობს, მეკარეებზე უკვე თქვით, ახლა არავის არ ეწყნოთ თუ არ ჩამოვთვალეთ, მაგრამ მაინც ცხოვრებაზე ითვლება გამოკვეთილი, იმიტომ რომ როგორც ხვიჩას აქვს ფეხბურთში, უბრალოდ ხელბურთი იმ დონეზე პოპულარობით არ არსებობს სოფლიოში და ევროპაში, რომ ყველა ხვიჩას გვარი ყველამ იცის. უყვარს ფეხბურთი კვარაცხელიები, უყვარს არ უყვარს, მთელი სოფლიო იცნობს, ხო, ახლა სოფლიო დონის ფეხბურთელია და მე ძალიან რომანტიკულ ფეხბურთს თამაშობს და იმიტომაც უყვართ, რომ აი ძალიან რომანტიკულ ფეხბურთს და ძალიან მაგრად მიდის საქმე და აი ეს ხელბურთს რომ დაუბრუნდეთ ახლა, თქვენ როგორ ფიქრობთ? ლევან, აი ხელბურთელი ხართ, აი თელი ცხოვრება ხართ ხელბურთში. აი ჩვენ ნაკრებს ახლა ფსიქოლოგიური მომენტი გავწიოთ, რომ ჩავთვალოთ, რომ არაფერი არ მოქმედებს ეს აჟიოტაჟი, აი სუფთა სპორტული კუთხით. ჩვენ ნაკრები ხომ უყურეთ პირველ მატჩს საბერძნეთთან. არ იყო გასაგები მატჩი 26 თანაბარი თამაში ვიგებდით, მე დაგვეციეს 4 ბურთით ვიგებდით, 2-3-ით და ბოლოს იყო ფრე და 14-19 წამი იყო დარჩენილი და 4 წამი რომ დარჩა გაგვიტანეს. ახლა ჩვენ გვაქვს რეალურად რომ შევხოთ, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებია შანსი რომ დავამარცხოთ. გარდა იმისა რომ ჩვენ გვინდა ეს რეალურად ჩვენ ნაკრებს შეუძლია ეს გაკეთოს, აი ბიჭებს რას ეთქოდით? კი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რო შევადაროთ ჩემი შეხედულებით, ბევრად წინ არიან და თავის ფიზიკური მონაცემებითაც ინდივიდუალიზმიც უფრო მეტი აქვთ ჩვენს ბიჭებს და საბერძნეთის თამაშს შეეხება იქ მაინც საშინაო კედლებმა იმუშავა ისე რომ თქვა და ეს შედეგიც მაგითო დადგა. ხო დარწმუნებული ვარ 8-ში გულშემატკივრობით და მათ 8 მაისს 5 საათზე გულშემატკივრობით ამ ბიჭების თავდადებით ჩვენი წარმატებით დამთავრდება ეს თამაში. მით უმეტეს რაც თავი ყველა ჯანმრთელად არის და ფორმაში არის და უკვე ვარჯიშობენ. თბილისში შეკრებილები არიან და ესე რომ ვთქვათ, ფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ცეცხლს დაანთებენ მოედანზე და გაგვახარებენ ყველას ეს. ესე იგი, რომ გავიმეოროთ, თქვენი ხმით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს აქვს რეალური პოტენციალი იმისათვის, რომ 8 მაისს დაამარცხოს საბერძნეთის გუნდი და გავიდეს პირდაპირ. ყველანაირი ძალა და საშუალება აქვს და ფიზიკური მონაცემები გინდათ თუ გონებრივი და სპორტული მონდომება პლუს საკუთარ მოედანზე, საკუთარ ქვეყანაში გულშემატკივრებთან ერთად ამ თამაშის მოგება შეუძლიათ, რა თქმა უნდა. იქ ახლა საბერძნეთში მე ვიყავი მატჩზე კიდევ მინდა მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ იმ ქართველებს საბერძნეთში სხვადასხვა ქალაქებიდან მე მივმართე ფედერაციის წევრებმაც და ბევრი ხალხი ჩამოვიდა 40-ზე მეტ მათ შორის საელჩო ჩვენი საელჩოს თანამშრომელი ათენიდან 40-45 კაცი ვინც აქტიურად კომაგობდით და ცალკე ტრიბუნა გამოგვიღეს იქ იყო ფედერაციის ახლა გენერალური მდივანი ბატონ ლევან გელაშვილი რომელიც თავის დროზე საბერძნეთში თამაშობდა კლუბებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იყო 15-16 წელი ბერძნული იცის და ძალიან კარგი კომუნიკაცია მას ჰქონდა პირადად ბერძენ კოლეგებთან ხო და ბოლომდე ძალიან შიშობდნენ ისინი არ ჯეროდათ ისე გაუხარდათ ეს ერთი ბურთი რომ მოიგეს ვითომ სოფლიო ჩემპიონები გახდნენ რომ ბოლომდე არ ჯეროდათ რომ ჩვენ ვიგებდით აშკარად უგებდით 4 ბურთით 3 ბურთით 2-ით 1 პირველი ტაიმი დავამარცხეთ 1 ბურთით და მე მეორე ტაიმი ცოტა შეიცვალა მაგრამ ცოტა გამოცდილების ცოტა კი სახლის ფაქტორის ტრიბუნების ეს ყველაფერი მაგრამ დარბაზი გაჭიდელი არ იყო დაახლოებით 1500 კაცი იყო ისეთი დარბაზი იყო ბატონო იქ ხალკიდაში იქ ალბათ ევროპის ჩემპიონატი კი რა საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩი არ უნდა ჩატარდეს იმიტომ რომ არ იყო ის
სტანდარტი შეგნებულად ხდება ეს. კი, ზოგჯერ შეგნებულად, რომ ევროპის ფედერაცია აძლევს ნებართვას. მე არ ვამბობ იატაკზე, იატაკი ახლა ხელბურთელების ამბავია, მაგრამ ტრიბუნების კუთხით, საპერპაროში იმის კუთხით არ იყო ეს ისეთი დარბაზი, სადაც უნდა ეთამაშოთ ეროვნულ რეგიონებში ატარებენ ხოლმე პოპულარიზაციის რეგიონებში ატარებენ ხოლმე. გაგიპარათ ბატონო ჯემალ, გათიშვილი იყო ტელეფონი, მაგრამ სინამდვილეში გათიშვილი არ ყოფილა. ხო, არაუშავს, არ ინერვიულოთ. ხო, გადაცემის დაწყებამდე გათიშა, მაგრამ მე ავტომატურად თუ მოხდა თუ არაუშავს, არ ინერვიულოთ ამაზე. ის დარბაზი არ იყო ახლა. ჩვენ თამაშობთ ფანტასტიკურ დარბაზში. ის დარბაზი არ იყო და მე გამიკვირდა უთხარი იქ მასმინძლებს. აქ როგორ ატარებთ ან ევროპის ფედერაციას ახლა მთელი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ხო მოწყობილი ახლა. ეს იყო ეს არ იყო შესაბამისი სტანდარტის, მაგრამ თქვენ ამბობთ სპეციალურად რომ სპეციალურად ხდება რომ პატარა ქალაქებში ვითამაშეთ ესპანეთთან რომ გითხარით 80-იანებში. ცუდ დარბაზში გათამაშეს. ახლა თვითონ სტანდარტი ყოლება ახლოს იყო ეს ტრიბუნა ძალიან და ეს მოქმედებს. ბატონო თენგიში შემიძლია დავამატო. ქართულ ხელბურთს დღეს რა ჭირდება? დიახ. ქართულ ხელბურთს მე ახლა თავრობას მინდა რომ ვთხოვო რომ დიდი ყურადღება ყველაფერი, მაგრამ აი ინფრასტრუქტურით მიეხმაროს ქართულ ხელბურთს. განსაკუთრებით თბილისში ინფრასტრუქტურა და მე ნახეთ რა შედეგები დაიდება. თქვენ ამბობთ გადასცეს ფედერაცია, უნდა გადაეცეს არა, მე არ ვიცი რა უნდა გადასცეს, მაგრამ იმ დღეს მინისტრმაც კარგად ილაპარაკა, რომ ინფრასტრუქტურა 2 მილიარდი უნდა ჩაიდოს. ძალიანად სპორტის ინფრასტრუქტურა. ხელბურთს არ ჭირდება, ვარჯიშების თვალსაზრისით ვიძახი რა. არ ჭირდება ეს ამხელა ისინი რა ქვია. აი რაიონებში უნდა ჩაიდგას მარტივი ტიპი. კი, არის ეს პროგრამაში. ხო, აი ეს უნდა და აი ნახეთ. აი ესეთი მერე ლევანი დაამთავრებს. სპორტის მინისტრმა თქვა რომ თელ მუნიციპალიტეტში დაამთავრებს ხელბურთს, წავა მცველად. ხო. წავა, როცა კაი პირობები იქნება, რატო არ წავა? ესე იგი უკვე გადაწყდა თქვენი ბედი. შევთავაზეთ. ლევან გადაწყდა რომ დაამთავრებს ხელბურთელის კარიერაზე 1-2-3 წლის შემდეგ, შეიძლება 53-მდე ითამაშოთ. მერე ან მცნელობა, ან საჯობა. აუცილებლად საჯობაში დაგვიანებულია. რატომ? კი დაგვიანებულია. მცნელობაში? ხო. ხელბურთის გარეშე არ გამოვა. არ გამოვა. ხო, საჯობა უფრო ახალგაზრდა ასაკში უნდა დაიწყოთ, ახალგაზრდა ასაკში, ხო, გასაგებია. ესე იგი თქვენ უკვე ვერდიქტი გამოუტანეთ, განაჩენი რომ უნდა იმუშაოს. ლევანი წყნარი კაცია, ნევრებს ხო. შვიდად აკონტროლებს სიტუაციას. ეგ უნდა სპორტს, ბავშვებს, ახლა მიდგომები და ეს. კი. ალბათ შესაბამისი პატარა კურსებიც არის, ხო, ის კვალიფიკაციის მცნელობის ევროპის ფედერაციას და ეს ძალიან კარგია რომ 7 ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო, მოედანზე ზოგჯერ ხდება აფეთქება ემოციური, მაგრამ ჯამურად რომ 7 დრომიერება სიმშვიდეშიც და ემოციებში. კი. მე მინდა ლევან ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ოჯახს, იმიტომ რომ ოჯახის ხელშეწყობა რომ არ ყოფილიყო ამდენი ხანი თქვენ ხელბურთში, 1000 მიზეზი შეიძლება გამოჩნდეს, რომ ეს სულ რეჟიმი, დისციპლინა, თავშეკავება, კვება, დღესასწაული, შეკრებები, გასვლა, ოჯახის ხელშეწყობა, ყველა წევრი იგულისხმება აქ. ძალიან დიდი მადლობა, მე ხომ არ ვიცნობ ოჯახს, მაგრამ გულისხმობ რომ იმას ფიქრობ რომ ძალიან დიდი ხელშეწყობა იყო თქვენი მონდომებაც, თქვენი სურვილიც. ფაქტიურად 29 წელია ხელბურთშია როგორც ხელბურთელი, როგორც სპორტსმენი. 2-3 წელიწადში მე ალბათ გამოვაცხადებ წინასწარ რომ აპირებთ. წელიწადს კიდევ ითამაშეს, ისეთ ფორმაშია, ხო? ალბათ მსოფლიო რეკორდი იქნება ახლა არის ქვეყნებში იქ ხელბურთში და სხვა სახეობებში 45 წლამდე, 47 წლამდე, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. მთავარია უკვე განაჩენი გაქვთ რომ ხელმძღვანელი უნდა იყოთ. დიდი მადლობა ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ბატონო ჯემალ ჩვენი გადაცემის დრო ნელა იწურება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო. ჩვენ გადაცემას ყავს ტელემაყურებელი რადიომსმენელი საქართველოს ძალიან ბევრ კუთხეში, დაწყებული გაგრიდან დამთავრებული ბათუმამდე, აქეთ აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარგარეთ მთელ საქართველოში და უცხოეთშიც უყურებენ ვიცი ჩვენ გადაცემას. დიდი ხანია უკვე.
და ვღებულობ ძალიან ბევრ წერილებს WhatsApp-ში, Messenger-ში, email-ზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ ტელემაყურებლებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენი საქართველოს დამსახურებული ცნების ბატონ ჯამილ ხუხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ვეტერანი ხელბურთელი ჯემალ ბარამიძე, თბილისის ქარიშხალას საქართველოს ნაკრების და საბჭოთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ხელბურთში ევროპის 2011 წლის უნივერსიადის გამარჯვებული ლევან ბერძენიშვილი. დიდი მადლობა ბატონ ლევან, დიდი მადლობა ბატონო ჯემალ. კარგად ზანდებოდეთ. კარგად.